როგორ გაანაწილა ლომმა ნადავლი. ერთხელ ლომი, მელა, ტურა და მგელი ერთად ნადირობდნენ. კარგა ხანს ითარეშეს ტყეში, ვიდრე ტევრებში დიდ ირემს არ გადააწყდნენ. ცხოველი ალყაში მოაქციეს და საერთო ძალებით ჩაიგდეს ხელთ. გამარჯვებული მონადირეები ძირს გართმულ ირემს დაჰყურებდნენ. არც ერთმა იცოდა, როგორ გაენაწილებინათ ნადავლი. ისიც იყო კამათს აპირებდნენ, რომ ლომმა თავი წამოსწია და შემზარავად დაიღრიალა. ახლავე გაყავით ირემი 4 თანაბარ ნაწილად. დანარჩენები უმალ მისი ბრძანების შესრულებას შეუდგნენ და ლომს გაუბედავად შეხედეს. მან კი კვლავ დაიღრიალა. პირველი ნაწილი მე მეკუთვნის, რადგან მხეცთან ბრძანებელი ვარ. მელამ, ტურამ და მგელმა ერთმანეთს გადახედეს და საწინააღმდეგო ვერაფერი თქვეს. ლომი მართალი იყო. შემდეგ ნადირთა მეფემ განაგრძო. მეორე წილიც ჩემია, რადგან ნადავლს მე ვანაწილებ. კი, მაგრამ ერთი წუთით. ეს რას ნიშნავს? აბოზღუნდნენ ტურა, მელა და მგელი. მაგრამ ლომმა ყურიც არ დაუგდო მათ და გააგრძელა. მესამე ნაწილი იმ წვლილისთვის მეკუთვნის, რაც ირემზე ნადირობაში შევიტანე. ხოლო აი მეოთხეს რაც შეეხება, ვნახავ, რომელი თქვენგანი გაბედავს მისთვის თათის დაკარებას. ამ სიტყვებით ლომმა შემზარავი ეშვები გამოაჩინა და ბასრი კლანჭები მორკალა. სამივე მონადირე კუდამოძუებული გაშორდა იქაურობას და ტყეში მიიმალა. ძალაუფლების მქონე ადამიანებს სხვისი დასაქმება უყვართ. აი ჯილდოს გაყოფა კი